სალამით მეგობრებო, Tesla ყავს ახლა მდგომარეობას განახებთ ან დაზიანების გარდა კიდე ნამუშევარი იყო ზეთ, უბრალოდ დეფორმაციები აქვს, კანტები ფორმები დაკარგული განა. მოკლედ, ესე არის უსეთმეტი სპაკლიუსია. აქედან უბრალოდ ისიც განახებთ. აქედან შემოგაწოდებს მე ექსკალდება მონაკოჩი როგორც ხედავთ, ანუ მაგიტომაც ფორმას კარგავს, ოვალური ფორმა უნდა იყოს. როგორც ხედავთ, სავარაუდოდ ამერიკაშია გაკეთებული. შეიძლება აქაც იყოს გაკეთებული, იმიტომ ესეთი შპაკლები ჩვენთანაც იყიდება. არის მოკლედ ესეთი მდგომარეობა აქვს, საბარგულს, ქვედა მხარეს, ანალოგიურად აი ამ ბამპერსაც ანალოგიური ნაკეთებები აქვს, აქ როგორც ხედავთ სავარეზია გაშებული, აი დაზიანება აქვს. აქედან განახებთ ეს ზოლი აქვს, მოკლედ, აცელელი, აი შპაკლის ქვედა მხარე ნახეთ. ძალიან ცუდად ჩანს, ფაქტიურად აქაც კანტი აცელელი, როგორც ხედავს, მოდის აქედან და აი აქ მთავრდება ეს და იქეთკენ არის. გაშლილია უფრო ბამპერი რა, ეს აქცეულია შიგნით აი ეს და მაგიტომაც აქ ეს დეფორმაცია. ფაქტით აი ამ მხარეს, ანუ სამუშაო მაქვს უკანა საბარგულზე, ჰამკრილოს და ბამპერზე ფორმა გამოსაყვანი. მოკლედ დავიწყოთ მუშაობას, ეტაპობრივ გადავიღებ, განახებთ, როგორ მივიწევით ნელ-ნელა წინ. აქაც სისქი აქვს, რა ვიცი, როგორც ხედავთ. კარგად აქვს, მოკლედ, მეზობლის კიბესავით აქვს. შევეცდებით ეს ყველაფერი დავსვათ და მე ერთმანობაში გადავიღებ, მაქსიმალურ ფორმებში რო ჩავსვავ, განახებთ, თუ ამის ქვეშ რა მდგომარეობა იყო და არის. მოკლედ, გავასუფთავეთ, რუბაკიც გავშკურკე, ძველი ნაკეთები აქვს, აგერ როგორც ხედავთ, უბრალოდ აატაჩილეს. დამუშავებელმა და არ დაუგლატკებია ეს ეგრევე აქვს შპაკლის ასმულზეც, არც გასუფთავებული არაფერი არ არის. აი ესეთი მდგომარეობა აქვს, უსეთმეტი შპაკლი იყო, აი ფაქტობრივად რასაც ხედავთ. არც დამუშავებული არაფერი, ახლა მოვუწოთ თავად აი აქ, რაც გიამიმუშავა და რაც გაასწორა. აქ ზემოთ არ ვაპირებ არც არაფრის გასუფთავებას, იმიტომ ამ ბაგაჟნიკს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ფაქტიურად მაქსიმალურად გავასწორებ. ხუღა ზედაპირი გასწორდა, სუსეთმეტი ქონდა წასმული, მოკლედ, აცაბაცად. მოკლედ, ზემოდან ახლა ესე გასწორდება ყველაფერი შპაკლი და ზედაპირსაც ესე ვქავთ გამო. ფაქტობრივად დასამუშავებელი გვექნება ეს ორი წერტილი, რაც დამუშავდა და აი ეს დანარჩენი აქ გაბერილი ქონდა, მაქსიმალურად დამისვა გიო და დანარჩენი კიდე უყოთ ხევა შპაკში ჩაიდგება და კიდე ფორმას დავხოწავ, გამოვიყვან. აი ეგ რო ქონდა კიბე, აი ესაც გასწორდა. მოკლედ, საბარგულს ხედავ საბარგულის მდგომარეობას დაგვრჩა შიტოკის და უკანა კრილოს მდგომარეობას დაგვრჩა. ფაქტიურად ალბათ ესეთი სურათი დაგხვდება, როგორც უკანა საბარგულზე. მოკლედ აი ესე, რავი, ალბათ არ დაენანა, არ დაეზარა, შპაკლი უსვა და უსვა, რო იტყვიან. ალბათ ხელფასი იღებდა შპაკლიდან დახარჯულ გრამობიდან გამომდინარე, რაც მეტი შპაკლი დაიხარჯება, თვითონ აზღაურება მეტი ექნებოდა და ამანაც უსვა და უსვა. მოკლედ აი ესეთი სურათი გვაქვს რა. გადავიღებ მე ამას და კრილოს რო დავამუშავებ, ნახოთ იქ რა ხდება. მოკლედ მეგობრებო, აი როგორც ხედავთ, ბამპერს აი ეს კანტი მოყვება ესე, აქაც მეორე კანტი მოყვება, ჩანს კიდევაც, ბამპერის კანტის ჩანს კიდევაც. რაც შეეხება იქედან ნალესის ხარეს. აროჩე, მოკლედ აი ეს მდგომარეობა დახვდა ახლა აი. აი როგორც ხედავთ, აქაც კანტი არა აქვს, როგორც ხედავთ, ეს კანტიც იკარგება, ანუ ახლა უბრალოდ ავიღე შკურკი და რაღაცა კიდე გამოჩნდა რა. ანუ ფაქტობრივად კანტები დარღვეული აქვს. გამოყვანილი არაფერი არ არის, უბრალოდ ზედვე მოზელილი შპაკლი და დევს. რაც შეეხება შინგა მხარეს, ეს სამარეზებია ნასროლი, კაინოლა დინივითაა აწყობილი. აი გერმეტიკები ალბათ უსვეს და უსვეს. ეს ყველაფერი გერმეტიკზეა აწყობილი. აი როგორც ხედავთ, აქედან თავის ალუმინის მართულის არის. თუ კინა, არ ვიცი რა არის, მოკლედ აი ეს დარჩენილი შიგნით. არ ვიცი მე დარწმუნებული ვარ აქ. აქედან ისია, ბრიჭოები ღიარო შეიძლება წყალიც კი შესულიყო. ხარ ვიცი შიგნა როგორაა დაგერმეტიკებული, წეს უნდა იყოს დაგერმეტიკებული. აქამდე შევიდო და წყალი და მე მგონი რომ ფლობელიც ამას გაიგებდა თუ წყალი რატომ შედის მანქანაში, მოკლედ რავი, წყალი არ შედის, ესე იგი კაი ალბათ შიგნით უსვია გერმეტიკი, მოკლედ. აი ეს სამარეზებზე იყო აწყობილი, ერთი სამარეზი აქეთ, მეორე სამარეზი აქეთ იყო. ფაქტობრივად სულ იყო სამარეზებზე აწყობილი რა. შიგა მხარე კიდე რა ხდება, არ ვიცი, აი იქ მხარე რა ხდება, მოკლედ. მე მაგაცა დეტალობრივ გადავიღებ, განახებთ ის მდგომარეობას შიგნით, მოკლედ რა მდგომარეობა აქვს შიგა მხარესაც. ნუ ჩვენ ძირითადად სამუშაო გვაქვს, აი ზედა ბამპერზე, რასაც ვამუშავებთ, აი ეს ფორმა დავხსნით კანთან, მოკლედ.
და საბარგულთანაც, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავხვეწოთ, და მიუხედავად იმის ხვის ნამუშევარია. აი ესეთი მდგომარეობა აქვს ფაქტიურად, აი ესე ვიტყვით და უხეშად ხვისი დაჭმული, ახლა გაკეთებული არ არის. შეიძლება და ბევრად უკეთესად გაკეთებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი ძლიერი დაზიანება არ აქვს ამ მანქანას. რატომაა ესე გაკეთებული, არ ვიცი, უბრალოდ უცოდინარმა უსვა და უსვა ფაქტიურად. ну მოკლედ, აი ეს მდგომარეობა გვაქვს ამ ეტაპზე ვარ, დანარჩენს კიდე გადავიღებ ეტაპობრივ, გადავიღებ, განახებ თუ როგორ მივიწევით ნენელა წინ. მოკლედ დავათვალიეროთ ჩვენი დაკორექტირებული კრილო. აი ეს გამოვიდა. კანტი კანტად გამოჩნდა აქა. ფორმაში დაჯდა. აქ როგორც გახსოვთ, აი ეს ხარე ზუსტად აი ეს წამოწეული მაქვს შპაკლეთ იქიდან გამომდინარე, რომ შიტოკი დამჟარიყო იდეალურად. მოკლედ ეს კრილოც მოგვარებულია. ეს შიდა მხარეც აი ეს მოგვარებულია მოკლედ. ზედა მხარე ყველას გვახსოვს მისი მდგომარეობა. და აი ეს იდეალურად გამოვიდა, სუტალღებში იყო გახსოვთ, ზემოდან უბრალოდ ბალგარკა იყო ნასროლი, სვასი ატაჩილებული იყო უშნოდ, აი ეს ფორმებში დაჯდა, მასიური შპაკლი წავიდა, რა თქმა უნდა, ასე ანალოგიურად Z11 რაც იყო ჩამოვშკურკეთ. რაც შეეხება უკანა ბამპერსაც, აი ეს იდეალურად გამოვიდა. აქ კანტიც არ ქონდა, კანტი დაკარგული იყო, ანალოგიურად აქაც დამგვალებული იყო, ყველაფერი გამოვიდა იდეალურად. მოკლედ ესე მეგობრებო. მე დანარჩენი რაც აიწყო, ვნახავთ. მოკლედ მეგობრებო, დასრულდა ეს მანქანა, სრული სერვისი ჩაუტარდა. სალონიც კი მწვენდა. რამდენად გავაკეთე სამას არ ვიცი, მოკლედ შემოვიყვანე. შიგნით ჩუმად რო გადამეღო ეს ყველაფერი, აქ არავის არ უშვებენ ზოგადად. მომენტი ვნახე კაცშვილი არ იყო, შემოვედი, აი ეს იდეალური სალონი აქვს, მოკლედ აი ეს გაასუფთავო ეს ბიჭებმა, კერამიკა წაუსვეს. აი ესეთი გემრიელი გამოვიდა, აი ეს კრილო გახსოვთ, რომელიც აი ესე ჩაემატა ფაქტიურად, აი ეს ჩამოწია ზაზური და აი ეს იდეალურად დაჯდა კანტი გახსოვთ რა მდგომარეობაში იყო, ეს კრილო გახსოვთ, ეს ბამპერის გახსოვთ გალესილი და რა თქმა უნდა ეს ჩვენი ჯადოსტონის საბარგული, რომელიც გამოვიყვანა და ფორმები გახსოვთ ამ მდგომარეობაში იყო, როგორი ნასწორები იყო. აი ეს გამოვიდა ძალიან იდეალური მანქანა გამოვიდა, ეთყობა მანამდე შეღებილი ქონდა, აი ეს კარებში ცოტა სხვაობა აქვს, აი დაუკვირდებთ კიდევ ცხი გამოქი აქვს. მაგას ჩვენ აღარ ვეხევით, ჩვენ საქმეზე ვაპარაკოთ, გავაკეთეთ, მოკლედ საბარგულით მორჩა, ბამპერი მორჩა, ზაზური დაუსვი აქედან, კანტი გახსოვთ როგორც იმუშავე, როგორც დაუსვი ფაქტიურად ვიმუშავე ერთმანეთზე მიყენებულად, რომ მაქსიმალურად დამჯდარიყო. და ესე შეიღება, აი ეს მანამდე კიდე ნაღებია, იმიტომ აქაც სხვაობა აქვს რაღაცით. ფაქტობრივად არც აქვს დიდი სხვაობა, ნაჭერ-ნაჭერაა შეღებილი ფაქტიურად ეს მანქანა რა. ეთყობა ნაიგვაი. აქედან იმდენად არ ჩანს კამერაში, აქაც აი ესე აბინდულივით აქვს რა. მოკლედ გამოვიდა იდეალური მანქანა გამოვიდა, იქიდან გამომდინარე რაც იყო, კიდაც კრილო, რომელიც არის მოსაჭრელი ფაქტიურად და საბარგული, რომელიც არის შესაძლებელი თავის უკანა ბამპერთან ერთად. მოკლედ აქ ფორმები გამოვიყვანე და ესე შედეგი მივიღეთ იდეალური. გიომ დალაშამ დააზაზორეს, დანარჩენი გიომა აწყო, იწვალა, იმიტომ თავის ახალი სალასკარო მოიტანეს. დაჭირდა კიდე ცოტა კორექტირება, გააკეთა ბიჭმა, იწვალა და ესე იდეალურად გამოვიდა, მოკლედ მეგობრებო.